საუკუნოვან უნიკალურ ტრადიციაზე მოგვიმზადა სიუჟეტი. ძველი ბათუმის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე უამრავ ტურისტულ თუ სავაჭრო ობიექტს შორის მოქცეულია ღვინის მაღაზია, რომლის ისტორიაც 1907 წლიდან იწყება. დანელიას ძველი ღვინის სახლი ფაქტობრივად მუზეუმია, რომელიც ბათუმის გასაბჭოებამდელ ისტორიასა და ბევრ ნაკლებად ცნობილ ამბავს ინახავს. ეს არის ღვინის ერთადერთი მაღაზია საქართველოში, რომლის ასაკი საუკუნეზე მეტს ითვლის. ის დაარსა ბათუმელმა მეწარმემ ვლადიმერ დანელიამ, რომელიც მრავალსაუკუნოვანი უნიკალური საგვარეულო რეცეპტის გამოყენებით აყენებდა საეკლესიო ღვინოს და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გახქონდა ექსპორტზე. მისივე კომპანიისთვის საფრანგეთში შექმნილი სავაჭრო ნიშანი და ეტიკეტი მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესია და პირველ ქართულ სავაჭრო ნიშანს წარმოადგენს. აქ წარმოდგენილია 1907 წლის პროდუქციის ასლები, ესეთივე ღვინის ბოთლები დევს ორ მუზეუმში ბათუმში. ერთი არის ძმების ნობელების სახელობის ტექნოლოგიური მუზეუმი და მეორე ხარიტონ ახვლედიანის სახელობის აჭარის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი. ეგ არის ძველი ბურგუნდიას ტიპის ლიტრიანი ბოთლები. იმ პერიოდში ესეთ ბოთლებში ისხმებოდა ღვინო. ბოთლის სახელიც ფრანგულია, ბურგუნდია. და ძირითადად საფრანგეთის გემები იყო ბათუმის ნავზადგურში და აი ამ გემებით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში გადიოდა ეგ ღვინოები. დანელიას ღვინის ისტორია გამორჩეული და უნიკალურია. იგი მზადდება მრავალსაუკუნოვანი საგვარეულო ტექნოლოგიით სხვადასხვა ჯიშის საღვინო ვაზის ყურძნისგან, თაფლისა და ფიჭის გამოყენებით. ეგ ღვინო მუშავდება თაფლით. ეგ არის ძველი მრავალსაუკუნოვანი საგვარეულო ტექნოლოგია და ესე რომ ვთქვათ, დიდრდება ღვინის სასარგებლო თვისებები. დანელიას ღვინის დამზადების ტრადიციულ საგვარეულო ტექნოლოგიას 2019 წლის მაისში მიენიჭა საქართველოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. ესეთ სტატუსი საქართველოში აქვს მხოლოდ ქვევრის ღვინოს, ხოლო საგვარეულო ტექნოლოგიებში მხოლოდ ლაღიძის წყალს. მე-20 საუკუნის დასაწყისში ბათუმში არაერთი მსხვილი საერთაშორისო მეწარმე იკიდებდა ფეხს და ძალიან რთული იყო ქართული სამეწარმეო კლასის ჩამოყალიბება. თუმცა ვლადიმერ დანელიამ მოახერხა და გახდა ქართული ღვინის ერთ-ერთი პირველი ექსპორტიორი და საფრანგეთის ქალაქ მარსელშიც კი გახსნა საკუთარი მაღაზია. მიღებული შემოსავლით კი ქვეყნისთვის უამრავი სასიკეთო საქმე გააკეთა, იყო მეცენატი და დიდ თანხებს დებდა განათლებაში. ჩვენ გვაქვს ყველა ფასეულობა ფაქტურად, რომელიც უნდა გამოვიყენოთ ქვეყნის სასიკეთოდ. 8000 წელია ქართველები ღვინოს ამზადებენ და ვაზი და მეღვინეობა საქართველოსთან გავრცელდა მსოფლიოში. იმ ქვეყნებში, სადაც ვაზი და ღვინო საქართველოსთან არის შეტანილი და მეღვინეობა, წარმოდგენილი არის ღვინის მუზეუმები და წარმოადგენენ ეს მუზეუმები იმ ქალაქების ღირსშესანიშნაობებს. ესე არის ევროპის იქნებს ყველა დიდ ქალაქში. და ღვინის ძველი მწარმოებლებია წარმოჩენილი. ჩვენ კი სამწუხაროდ არც ერთი ღვინის მუზეუმი არ გაგვაჩნია. ღვინის ძველი მწარმოებლის მუზეუმი არ გაგვაჩნია საქართველოში. ყველასათვის ცნობილი ფაქტების გამო საბჭოთა ხელისუფლების დროს 1921 წლებში კომპანიამ და საფირმო მაღაზიამ ფუნქციონირება შეწყვიტა. თუმცა ვლადიმერის შვილიშვილმა ბატონმა გელა დანელიამ მოახერხა და აღადგინა წარმოება ბაბუისეული ღვინის ბრენდი. მისი დამსახურებით დღეს ბათუმში გვაქვს უნიკალური ძველი ღვინის სახლი, რომელიც პოზიტიურ პრეცედენტს ქმნის და იმედს გვაძლევს, რომ ქართული ღვინო დაიბრუნებს ისტორიულ ადგილს ჩვენი ქვეყნის კულტურაში და თანდათან სუვენირული მაღაზიების დახლებიდან უფრო მნიშვნელოვან საპატიო ადგილებში დაინაცვლებს. საქართველოს